საღამომშვიდობისა დღეს სამშაბათია და პირველი არხის ეთერში 23 საათზე პირველი თემა გადის. ოპოზიციური პარტიების სამი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დამოუკიდებელი არჩევნებისთვის სათანადო პირობების შექმნა. სამი პირობის გარშემო 12 ოპოზიციური ძალა ერთიანდება. თუმცა ეს არის არა პარტიების გაერთიანება, არამედ ჩამოყალიბება ერთიანი ფრონტის გარშემო. როგორ აპირებს თავისი მოთხოვნების შესრულებას ოპოზიცია? ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ მთავარი ამ ეტაპზე კონსტიტუციური ვადების სტაბილურობაა და ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის. რამდენად რეალური არასაპარლამენტო ძალების კატეგორიული მოთხოვნა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით და მოახერხებენ თუ არა ისინი საერთო პოზიციის შეჯერებას. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. მიაღწევს თუ არა ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მოახერხებენ თუ არა პოლიტიკური პარტიების საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას და რა არგუმენტებს უპირისპირებს ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება. დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს პრეზიდენტი, უნდა შეიქმნას საარჩევნო გარემო ობიექტური და თავისუფალი და უნდა ჩატარდეს პრიორიტეტულად, უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო რიგარეშე არჩევნები. მათ არ შეუძლიათ ერთი პოლიტიკური ლოზუნგის დაყენება, თუ კი ის არ არის რაღაც სიძულვილზე დამყარებული ამ შემთხვევაში და დესტრუქციაზე. ამ შემთხვევაში ეს არის სააკაშვილის გადადგომა, რაც მიმოჩნია, რომ არის პოლიტიკური ჩიხი ქვეყნისათვის და არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება. თუ იმეს გონია, რომ საკუთარი ამბიციების გამო, საკუთარი კაპრიზების გამო ჩვენ მათ გადავაყოლებთ საქართველოს და საქართველოში რამეს ავრებთ იმის გამო, რომ მათ უნდათ თავისი ამბიცია დაიკმაყოფილონ, ნურას უკაცრავად. გასაკითხებზე თანხმდება და ვერ თანხმდება ოპოზიცია. კონსულტაციები პარლამენტში და პარლამენტს გარეთ. დავით გამყრელიძე, აკაკი ასათიანი, ლევან ვეფხვაძე, ნუგზარ ციკლაური პირველი თემის სტუდიაში. მაშასა პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახავთ დავით გამყრელიძე, საღამომშვიდობის ბატონ დავით. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ დავით, დღევანდელ ვითარებას რომ ობიექტურად შევხედოთ, რამდენად რეალურად ჟღერს ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ? იცით, ჩვენი მოთხოვნა პირველი და უმთავრესი არის სააკაშვილის გადადგომა. ხოლო ამის შემდგომ არის საუბარი ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ თუ მივახცევთ, აუცილებლად მივახცევთ, მთელი საზოგადოება ამ მოთხოვნის გარშემო მოახდენს კონსოლიდაციას. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ეს ტენდენცია ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდება თბილისშიც და თბილისის გარეთაც. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გადადგომას აუცილებლად მოყვება საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ არა მარტო პრეზიდენტი არალეგიტიმური ამ ქვეყანაში, არალეგიტიმური 5 იანვრის შემდეგ, არალეგიტიმური აგვისტოს მოვლენების შემდეგ მე ხაზს უსვამ, იმიტომ რომ მე მგონი თავად სააკაშვილს თუ რჩევნია ჩვენ მოვლენები დავარქვათ, ვიდრე იმ ყველაფერს დავარქვათ ომი, რომელიც წამომწყებიც მე მგონი კიდევ ერთხელ დადასტურდა Human Rights Watch-ის დასკვნით, რომ თავად სააკაშვილია. მისი ლეგიტიმურობა დღეს არა თუ კითხვის ქვეშ არის. მისი ლეგიტიმურობა არის განულებული, აქედან გამომდინარე მისი გადადგომის მოთხოვნა და საპრეზიდენტო არჩევნები არის სრულიად ლეგიტიმური, მაგრამ ასევე ლეგიტიმურია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრობა, რომ საპრეზიდენტის გადადგომა ამ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და შემდგომ უკვე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ყველაფერი ეს უნდა ჩაიდეს კონსტიტუციურ ფარგლებში და არგუმენტები ზოგიერთი პოლიტიკოსის რომ ამ საარჩევნო კანონმდებლობით ისინი მხარს არ უჭერენ არჩევნების ჩატარებას, მე მათ ვაძლევ გარანტიას და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, თუნდაც ამ საარჩევნო კანონმდებლობით აბსოლუტურად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. ამ კანონმდებლობით ჩატარდა გასულ წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიც, ბატონ დავით, დღეს რა გაწყვეტ ამ თქმის საფუძველს? კარგი კითხვა, გასულ წელს სააკაშვილის გადადგომა ეს იყო პრაქტიკულად ფიქცია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის აგრძელებდა პრეზიდენტის მდგომარეობაში ყოფნას, ქვეყნის მართვას, ყველაფერი მას ემორჩილებოდა და ნინო ბურჯანაძე უბრალოდ ფიქტიურად იყო მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში სააკაშვილის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მას აღარ ექნება შესაძლებლობა კიდევ ვიყაროს კენჭი და ის პრაქტიკულად ჩამოშორდება პოლიტიკას ყოველ შემთხვევაში საპრეზიდენტო მარათონს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ხაზგასმით ამტკიცებს, რომ ის დარჩება პრეზიდენტის პოსტზე 2013 წლამდე. ნეტარ არიან მორწმუნენი, მე სხვა რამოში ვარ დარწმუნებული და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზეა ყველა ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, ვინც რეალურ ოპოზიციაშია ხელისუფლების. მე ხაზს უსვამ რეალურ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია დღეს იყო ოპოზიციაში და მხარს არ უჭერდა მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომისა, რომელმაც ქვეყანა ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში შეიყვანა.
სამწუხაროდ ეს ხოლო აგვისტოში არ მომხდარა, ეს თანმიმდევრულად მივდიოდით ჩვენ აი იმ კრიზისამდე, იმ პოლიტიკურ ჩიხამდე, რომელშიც აღმოჩნდით, მაგრამ დღეს უკვე თუნდაც ის ფონი რაც შეიქმნა ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების შემდეგ, იგივე Freedom House-ის თუ Human Rights Watch-ის დასკვნების შემდეგ, მე მგონი ნათელი გახდა, რომ სააკაშვილი არის სრულად გარიყული საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, სააკაშვილი არის ურეიტინგო და ნდობადაკარგული ქვეყნის შიგნით, სააკაშვილს არ აქვს რესურსი არაერთხელ ითქვა, თუმცა ამაზე ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლები გაგცემენ აბსოლუტურად სხვა პასუხს, ისინი თავადაც ამბობენ, რომ მათ აქვთ დღეს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. თქვენ საუბრობთ რეალურ ოპოზიციაზე, რომ რეალურად ოპოზიციაში მყოფ ძალებს ყველა რეალურ ოპოზიცია წოდებულ ძალას აქვს ეს მოთხოვნა. ნინო ბურჯანაძეც არის რეალურ ოპოზიციაში, ბატონ დავით. ნინო ბურჯანაძე ნამდვილად არის ოპოზიციაში დღეს სააკაშვილთან ამ ხელისუფლებასთან და ის აქტიურად იბრძვის ხელისუფლების შეცვლისთვის და იბრძვის ასევე თავად რომ გახდეს პრეზიდენტი. ის აცხადებს ამას, არ მალავს და ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს, რომელიც ამ მოთხოვნებს არ შეუერთდა. ზურაბ ნოღაიდელი საეჭვო მდგომარეობაშია, მას იმდენი პრობლემა შეუქმნა ხელისუფლებამ, რომ ეთყობა ცდილობს, რომ თავი აარიდოს შემდგომ გართულებებს, არ ვიცი, ეს თავად მან უნდა გასცეს პასუხი. ყველა მე ხა სათითაოდ ვერ დავახასიათებ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალებს, მე მგონი ყველამ თავად უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საკუთარი პოზიცია განუმარტოს ქართულ საზოგადოებას. უბრალოდ ჩვენი შეხედულება დღეს არის ესეთი, რომ თუ პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ ის არის ოპოზიციაში, მაშინ მან უნდა ძალიან მყარი არგუმენტაცია მოიტანოს, რატო არ უჭერს დღეს სააკაშვილის გადადგომას მხარს და რა არგუმენტაცია აქვს ის, რომ სააკაშვილის შენარჩუნება დღეს ქვეყნისთვის რაიმენაერად არის სასარგებლო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ შორის პრეზიდენტი არის ძალიან დიდი რისკი და ხიფათი და ჩვენ ნახეთ ენგურჰესი, როგორ ასე ვთქვათ, გააჩუქა, ხარკის სახით გადაიხადა, ეთყობა მისი კაპიტულაციის აქტის ნაწილი იყო ენგურჰესის გადაცემა, ოღონდ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, მთელ საქართველოს საზოგადოებას განუმარტო, რომ არა მარტო ენგურჰესი გადასცეს მართლაში ინტერრაოს იმ მემორანდუმით, რომელიც გასაიდუმლოებულია სხვათა შორის და ჩვენ წერილზე მივიღეთ რაღაც უცნაური, აბსოლუტურად უკანონო პასუხი ენერგეტიკის სამინისტროდან, თურმე კომერციული საიდუმლო ყოფილა, არ შეიძლება კომერციული საიდუმლო არსებობდეს, შეიძლება სახელმწიფო საიდუმლო არსებობდეს, მაგრამ არა კომერციული. რეალურად გადაეცა არა მარტო ენგურის მართვის პულტი და კაშხალი და იქ გაუმუშავებელი ელექტროენერგიის განკარგვის უფლება, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი და ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე გადაეცა რუსეთს. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი იყო ქართული კომპანიის და ქართული ბიზნესმენების ხელში, ამ ადამიანებს ეს წაართვეს და გადასცეს რუსეთს. თუ კი თქვენ არ იცნობთ მემორანდუმს და მასში ჩადებულ პირობებს, ბატონ დავით, თუ კი თქვენ არ იცნობთ მემორანდუმს და მასში ჩადებულ პირობებს, საიდან გაქვთ? სწორედ ამიტომ, ნათია, ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან თავშეკავებით ველოდებოდით ამ მემორანდუმის ტექსტს, ველოდებით არგუმენტაციას ხელისუფლების მხრიდან და ერთადერთი არგუმენტი იყო, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამით ჩვენ რუსეთმა დაგვიდასტურა, რომ ენგური არის ჩვენი კუთვნილება და ის არის საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მართვის პულტი. მაგრამ მას შემდეგ რაც ინტერრაომ გააფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ. მას შემდეგ რაც ინტერრაომ გააფორმა ხელშეკრულება აფხაზურ მხარესთან, იქ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ბაღაბშთან ამის შემდეგ ეს ერთადერთი არგუმენტიც კი დაიმსხვრა, ასე რომ ფაქტია, საითკენ მიაქანებს, ხვალ იქნება ალბათ რკინიგზა, ზეგ იქნება გასადენი და კიდევ რამდენი რამ ხდება, რომელიც საიდუმლოა და ჩვენ არ ვიცით, ძალიან სახიფათო პროცესია და ამ პროცესში გაფორმებული მხოლოდ მემორანდუმი, რომელიც არ შეიცავს იურიდიულ ვალდებულებებს, საერთოდ ქვეყანა აღარ გქონდეს. ამიტომ კი ბატონო, როგორ აპირებთ შეჩერებას, რა ტაქტიკას ირჩევს ოპოზიცია? რამდენიმე ოპოზიციური ძალა 12, თუ ზუსტად 12 ოპოზიციური ძალა არის გაერთიანებული ამ სამი მოთხოვნის გარშემო. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში როგორი იქნება სტრატეგია? მე არ ვიცი ეს 12 იქნება, ეს არის აბსოლუტურად ღია პოზიცია, ღია დოკუმენტი იქნება და ჩვენ უახლოეს დღეებში ყველა დავაფიქსირებთ ჩვენს ხელმოწერას ამ დოკუმენტზე, ამ დეკლარაციაზე.
და ეს იქნება ღია არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, ვის რა პოზიციაც არ უნდა ქონდეს. ნაციონალური მოძრაობას თუ მოაწერს, ის აბსოლუტურად ღია და არ არსებობს რაღაც ფილტრები, ვის აქვს უფლება. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონ დავით მოაწერს? როგორ წარმოგიდგენიათ მოაწერს? არა, თეორიულად მათ შეუძლიათ ხელი მოაწერონ და არ არის შეზღუდვა. ისევე როგორც არ არის შეზღუდვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებზე, საერთოდ მოქალაქეებზე, ვისაც სურვილი აქვს, მე ვფიქრობ, რომ უნდა ქონდეს საშუალება შეუერთდეს ამ მოთხოვნას და საერთოდ რაც შეეხება როგორ უნდა მოხდეს და ახსრულდეს, მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტაქტიკა შეიძლება იყოს განსხვავებული, ზოგი იწოდეს იმპიჩმენტისთვის, ზოგი იბრძოდეს ქუჩაში ძალიან დიდი საპროტესტო ტალღის აგორებისთვის, ზოგი რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებს და ცდილობდეს რომ, მაგრამ თავარი არის რომ ამ საკითხის გარშემო ჩვენ მივახციოთ მაქსიმალურ კონსენსუსს საზოგადოებაში და არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში. კონსენსუსის მიღწევა მოხერხდეს საკითხზე ის რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ამ მიზნის მიღწევის სხვადასხვა საშუალება წარმოდგენილი. ეს რამდენად გაართულებს? არ გაართულებს უბრალოდ ამ მიზნის მიღწევას. არა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რამეში შევთანხმდით. სულ იყო გარკვეული ასეთი წამოძახილი ოპოზიციის მისამართით, რომ აი ოპოზიცია ვერცერთ საკითხში ვერ ერთიანდება. თუ საუბარია და ვინმეს აქვს ილუზია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ვინც ხელისუფლებაში არ არის, შეიძლება ერთ მექანიკურ ერთობაში გაერთიანდეს, ეს არის წარმოუდგენელი და ძალიან არასასურველი, მე ესე ვიტყოდი. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ ყველა პარტია ერთად იყოს. ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს სპეკულირებას იმით, რომ აი პარტია, რომელიც არ არის ერთობაში. რა თქმა უნდა, ამ სპექტრში იქნება მსხვილი დაჯგუფებები, პარტიების ერთობა, ისე როგორც არის ჩვენი და რესპუბლიკელების ერთობა. ანუ მოსალოდნელია კიდევ ახალი გადაადგილებები. რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო გამსხვილებებიც მოხდეს, მაგრამ რეალურად ერთობა მოთხოვნის გარშემო, იმ მოთხოვნის გარშემო, რომელიც არის სრულიად აუცილებელი პირობა, მაგრამ არასაკმარისი თავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა სააკაშვილის გადადგომის გარეშე, ნათია, ამ მოთხოვნას, ამ პირობას აი ამ პრობლემას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ რა თქმა უნდა, დაუშვათ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება, ხვალ განაცხადა, რომ იგი ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. რამდენად მზად არის ოპოზიცია, გნებავთ თქვენი ალიანსი იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში, რა ვადებიც არის გათვალისწინებული ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციით, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აბსოლუტურად მზად არის, მე მინდა გითხრათ, რომ დღეს იკვეთება არაერთი სერიოზული ალტერნატივა, კანდიდატურა საპრეზიდენტო პოსტზე. მაგალითად, მე არ დავასახელებ ახლა, სანამ ეს არ დანიშნულა, მე არ მაქვს უფლებამოსილება არც საკუთარი პარტიისგან და არც ალიანსის ფორმატიდან, რომ დღეს ჩვენ განვაცხადოთ ჩვენი კანდიდატურა და ჩვენი ჩანაფიქრი. რა თქმა უნდა, ალიანსში ამაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. თქვენ თავად თქვენს ალიანსში ხედავთ რამდენიმე ალტერნატივას თუ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში? არა, ზოგადად ოპოზიციაში. ალიანსში რამოდენიმე კანდიდატურაზე არ არის საუბარი, მაგრამ თავად ოპოზიციაში მე ვფიქრობ, რომ საინტერესო არჩევანი ექნება მომრჩეველს და ეს არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ არა ის, რომ სააკაშვილი ჩავანაცვლოთ ისევ ერთი განუმეორებელი და შეუცვლელი ბელადით. არამედ იყოს არჩევანი ლიდერებს, კანდიდატებს შორის და საზოგადოება ძალიან სერიოზულ ბრძოლაში შეარჩიოს პრეზიდენტი და მე საერთოდ ვისურვებდი, რომ შემდგომი პრეზიდენტი პირველ ტურში არ გამოვლინდეს და მეორე ტური იყოს ამისთვის. იქნება თუ არა ასეთ შემთხვევაში კანდიდატებს შორის დავით გამყრელიძე? მე მოვლენებს არ გავასწრებ. მე არ ვფიქრობ დღეს, რომ მთავარი არის საპრეზიდენტო ამბიციები, დღეს უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშვიდობიანი ფორმით უმოკლეს ვადაში მივახციოთ სააკაშვილის გადაყენება იქნას აღსრულებული, მისი პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება არის უმნიშვნელოვანესი პირობა, მაგრამ ამავე დროს წავიდა ის დრო, როდესაც საქართველოს სააკაშვილის გარეშე იქნებოდა საკმარისი მესიჯიც, ლოზუნგიც, გზავნილიც საზოგადოებისთვის. დღეს საზოგადოებას აინტერესებს სააკაშვილის შემდეგ თუ ის გადაყენებულ იქნა როგორ მოგვარდება ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემა, როგორ მოგვარდება ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რა გარანტიები არსებობს სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების შემოდინების, სოციალური პრობლემების და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების და ასე შემდეგ. რა დემოკრატიის გაძლიერების თუ რეალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის რა უსწრაფესი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს და თავისუფალი მედია იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნათია, საზოგადოებისთვის და თუ ის პოლიტიკური ძალა, ის კანდიდატი, ის ჯგუფი, ვინც ძალიან მყარ, კაფიო
პოზიციას, პროგრამას და სამოქმედო გეგმას არ შეესაბამებს საზოგადოებას, ის ვერ მოვა ხელისუფლებას. ანუ თქვენ მზად ხართ კონკრეტულად თქვენი ალიანსი ამ შემთხვევაში თქვენ მზად ხართ რომ ყველა სფეროში ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის ალტერნატიული პროგრამა შესთავაზოს. ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობთ ყველა ამ მიმართულებით. ცალკეული ჯგუფები მუშაობენ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის ესეთი აქტუალური და მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ რომ არ დაველოდოთ საარჩევნო კამპანიის დაწყებას და ჩვენ აქტიურად მთელ საქართველოში მე ვპირდები დღეს თქვენი ეთერის მეშვეობით საქართველოს ყველა რაიონს, ყველა კუთხეს, ყველა ქალაქს, რომ ჩვენ ჩავალთ ყველგან და ყველას განუმარტავთ ჩვენ პოზიციას. რატო ვიყავთ სააკაშვილის გადადგომას და რა შეთავაზებთ? რამდენიმე თვეა თქვენი ალიანსი რაც შეიქმნა, თითქმის 2 თვე გავიდა მას შემდეგ, თვეზე მეტია ყოველ შემთხვევაში. დაიწყო საუბარი კარგახანია ბადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე, თუმცა ოპოზიცია ფაქტი აშკარაა, რომ არის ნაკლებად აქტიური. ნათია, არ იყო ესე, რომ ყველა ერთ პოზიციაზე იყო. მე კარგად მახსოვს 9 სექტემბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი გამოვიდა და მე განვაცხადე, რომ სწორედ მორატორიუმის ცნობილი დასრულდა მაშინ, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად გამოცხადდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთელი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, მას აღარ აქვს უფლება იყოს თავარსარდალი და პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს და მას არ აქვს რესურსი, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. მაშინ ოპოზიციაში არ იყო ერთგვარი აზრი და ბევრი ჩვენი კოლეგა სხვანაირად ფიქრობდა. ბევრს მიაჩნდა, რომ კიდე იყო რესურსი დიალოგისთვის, ზოგს მიაჩნდა, რომ არ იყო მაშინ დრო საპრეზიდენტო არჩევნების და პრეზიდენტის გადადგომისა, რომ უკეთესი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები, ზოგს მიაჩნდა, რომ საერთოდ თავრობაში როდიდან დარწმუნდა ოპოზიცია, რომ უკვე აღარ იყო დიალოგის რესურსი? არ ვიცი, ეს ალბათ იმ ლიდერებს უნდა კითხოთ, ვინც სხვა პოზიციაზე იყო, მაგრამ ყველა სხვადასხვა დრო დაჭირდა. დღეს უკვე ალბათ იგივე ნატოს მინისტერიალი იყო შემდგომ, იყო ახალგორის, პერევის მოვლენები, იყო ალბათ საბოლოო წვეთი ენგურხესი, ჩემის აზრით ეს ბევრისთვის მართლაც რაღაც ესე ცივი შხაპი იყო, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ სააკაშვილი ფლობდა რაღაც ბერკეტს და რესურსს ქვეყნის მართვისა და გამკლავებისა პრობლემებთან, მე მგონი ყველა დღეს გამოფხიზდა და მიხვდა თუ რასთან გვაქვს საქმე. დღეს სააკაშვილი აქტიურ კამპანიაშია, ოღონდ ეს კამპანია ემსახურება ერთ რამეს, საკუთარი სკამის შენარჩუნებას. მას არ აღელვებს არც ეკონომიკური კრიზისი, მე ძალიან მაინტერესებს ის გამუდმებით საუბრობს, რომ თურმე როგორ ზრუნავს ეკონომიაზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე და მაინტერესებს, რატო აგზელებს კოლოსალური თანხების ხარჯვას საკუთარი რეზიდენციის მშენებლობისთვის. მე მაინტერესებს, როგორია ხარჯთაღრიცხვა, რატო არ აქვეყნებენ ხარჯთაღრიცხვას, ალვაბრის რეზიდენცია თუ რა დაჯდა და რა ჯდება. რა ფინანსებით კეთდება, ნათია, ძალიან მაინტერესებს. იმ დროს, როდესაც მთელ სოფლიოში ბარაკ ობამამ პირველი რაც გააკეთა, ხარჯების ოპტიმიზაცია დაიწყო თავის ადმინისტრაციის. აი ამ უბედურების დროს, ასეთი ომის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილი რატო აგრძელებს რეზიდენციის მშენებლობას? რატო ხარჯავს მისი ოჯახი დეკემბერში ამერიკაში დღეში $15,000 ერთ ნომერში იმისთვის რომ მისმა მეუღლემ და მისმა ოჯახმა იცხოვროს. ეს არის ჩვენი ფული, ეს არის ხალხის ფული. მე მაინტერესებს, ეს არის ეკონომიური ხარჯვა, ეს არის ხალხზე ზრუნვა. მაშინ როდესაც გვამცნო დღეს რომ იანვრის ბიუჯეტი თურმე გადაჭარბებით შესრულდა, გვეყოფა ეს ფარსი და გვეყოფა ეს თვალებში ნაცრის შეყრა, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით წლევანდელი ბიუჯეტი, რომ იანვრის ბიუჯეტი როგორც წესი იგეგმება ძალიან, ასე ვთქვათ, პესიმისტურად და შემცირებულად და ამით ვერავის დღეს უკვე შეცდომაში ვერ შეიყვანს, იმიტომ რომ ხალხი ძალიან კარგად ცნობს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე, საკუთარ შემოსავალზე და ფასებზე თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. მე ნამდვილად არ ვამბობ ამას რაღაც ნიშნის მოგებით, მაგრამ სიტუაცია გართულდება სამწუხაროდ და არ გაუმჯობესდება. ამ პირობებში სააკაშვილის მხრიდან ეს სპექტაკლები, ეს რაღაცა პირდაპირ ეთერები, იქნებ პირველმა არხმა მაინც საზოგადოებრივმა აუწყებელმა გვამცნოს რა დაჯდა არა მარტო საზოგადოებრივ არხზე, ყველა ტელევიზიას იმ დღეს 4 საათის განმავლობაში ჰქონდა პირდაპირ ეთერი. ეს იყო საზოგადოებრივ მაუწყებლის პროექტი პრეზიდენტის პასუხები ხალხის კითხვებზე. გადაიცემოდა და პირდაპირ ჩართვები იყო, მე მგონი მთელი საქართველოდან. რა დაუჯდა ეს კანცელარიას სახელმწიფოს ეს ჩართვები, ეს სატელიტები და ასე შემდეგ. ეს არის კოლოსალური თანხები, რომელიც იხარჯება ისევ PR-ში. გვეყოფა მე მგონი ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთი ინტენსიური შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან არის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი. თქვენც ასე ფიქრობთ? არა, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიის, ეს არის მისი სკამის გადარჩენის კამპანია, თქო, მე ერთხელ უკვე აღვნიშნე.
მას ვერ წარმოუდგენი არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ ერთი იცის რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერა აღარ აქვს და გაყალბებაზე აღარავინ თვალს არ დახუჭავს, არც ეუთო, არც ევროკავშირი, არც ევროსაბჭო და არც ამერიკა და მეორე მან იცის რომ დღევანდელი განწყობა, დღევანდელი მისი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო თვით 7 ნოემბრის შემდგომაც. ბატონ დავით, თქვენ საუბრისას ახსენეთ არის 12%, ნათი ესეთი რამ მე ნამდვილად არ მახსოვს 5 წლის განმავლობაში და ეს სულ რაღაც 3 თვეში დაიწია 28%. ბატონ დავით, უნდა დავასრულოთ რამდენიმე წუთში საუბარი, კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა. თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, როგორ აპირებენ, ანუ რომ ოპოზიციურ ძალებს შორის ამ მიზნის მისაღწევად მათ წარმოუდგენიათ სხვადასხვა გზა და სხვადასხვა საშუალება. თქვენ პირადად თქვენი ალიანსი როგორ აპირებს ამ მოთხოვნის მიღწევას? შედის თუ არა თქვენს გეგმებში აქციები? რა თქმა უნდა, აქციებიც შედის, მაგრამ არა მარტო, ჩვენ მიგვაჩნია რომ ასეთი ტიპის აქციები პირველ რიგში უნდა ჩატარდეს თბილისის გარეთ, იმიტომ რომ იგივე კვლევა აჩვენებს, რომ თბილისის გარეთ ჯერ კიდევ არის ინფორმაციული შიმშილი, ჯერ კიდევ არის ის რაღაცა ეიფორია და რწმენა, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც პოტენციალი სიტუაციიდან გამოსვლისა და ჩვენ გვინდა რომ სწორედ თბილისის გარეთ გავიტანოთ და გავაშიშლოთ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და რისი მიზეზიც არის სააკაშვილი და მისი. თუ კი გეგმებს შორის არის აქციები, როგორ ფიქრობ, რამდენად ექნება ოპოზიციას ამ კუთხით საზოგადოების მხარდაჭერა? იმ ხალხისა, რომლებიც შარშან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდგნენ მასშტაბურ აქციებზე და მათ დაინახეს, რომ ოპოზიციამ ამ გზით რეალურ შედეგს ვერ მიაღწია. ამიტომ აქცია როცა დაიგეგმება, ის უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენ არ შეიძლება, თუმცა არსებობს აქციის ესეთი ფორმაც, თქვათ манифестация, საპროტესტო, რომელიც არის ახავს კონკრეტულად იმ მომენტში შედეგის დადგომას, მაგრამ თავისთავად არის დემონსტრირება ძალისა და პროტესტისა. სხვადასხვა ფორმები არსებობს და ჩვენ ყველა ამ ფორმას გამოვიყენებთ აუცილებლად, მაგრამ თავარი ჩვენი ამოცანა დღეს აი ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის საზოგადოების კონსოლიდაცია, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და როდესაც საქართველოს ამორჩევლის უდიდესი ნაწილი ჩათვლის და გაიზიარებს ამ მოთხოვნას, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, გარწმუნებთ, რომ ხალხის არჩევანს, ხალხის გადაწყვეტილებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. სააკაშვილს არ უშველის არანაირი აქციები და კამპანიები. როდესაც გაფორმდა თქვენი ალიანსი, თქვენ სასურველ პარტნიორად დაასახელეთ ირაკლი ალასანია. მას შემდეგ ალასანია იყო ჩამოსული საქართველოში, თუმცა მან ჩაატარა პრესკონფერენცია და შემდეგ საჯარო გამოსვლა ეთერით, პირდაპირ ეთერით მას არ ქონია. რამდენიმე დღის წინ, სანამ ალასანია იქნებოდა სტუმარი ინგა გრიგოლიას გადაცემის, თქვენ ალიანსის წარმომადგენლები ამბობდით, გამოთქვით ერთგვარი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ირაკლი ალასანიამ აქტიურად პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა გააჭიანურა. დღეს, როდესაც ირაკლი ალასანიას პოზიცია არის ცნობილი და იგი ამბობს, რომ მზად არის გამართოს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ამ შემთხვევაში, რა თანამშრომლობას აპირებთ თქვენ ირაკლი ალასანიასთან და როდესაც საუბრობთ, რომ შესაძლოა კიდევ გამსხულდეს ალიანსი ან მოსალოდნელია თანამშრომლობა სხვადასხვა ძალებთან, რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი და რომელ პოლიტიკურ ძალებთან? მადლობა ღმერთს, ირაკლი ალასანია უკვე საქართველოშია, თბილისშია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თავად დაუსვათ მას ყველა ეს კითხვა. მე ვიცი რომ ის აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს მედიასთან, ძალიან ღია საქმიანობა აწარმოოს. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, შემიძლია დაგიდასტუროთ. ეს არის ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების განწყობა. ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მჭიდროდ ყველა ისეთ პოლიტიკოსთან, როგორიც არის ირაკლი ალასანია და როგორი პოლიტიკოსებიც დღეს მადლობა ღმერთს არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ნება იმისა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ კრიზისული სიტუაციიდან. ამაში იგულისხმებიან ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, კოლეგები, ჩვენი ძველი მეგობრები და მე ვფიქრობ, რომ სასურველია რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი შემოვიდეს. დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ. უნდა დავასრულოთ უკვე. მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ დღეს სწორედ არის თარიღი, როდესაც 3 წლის წინ სააკაშვილის რეჟიმმა საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მოკლა სანდრო გირგულიანი. ამ 3 წლის განმავლობაში ამ დანაშაულზე პასუხისგებლობა უკვე იკისრა და აიღო თავის თავზე თავად სააკაშვილმა, აღარ ვამბობ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ხელი დააფარა საკუთარ მეუღლეს და მის გარემოცვას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეცდომა იყო მაშინ, როდესაც სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებების შემდეგ, ჩვენ ეს ხელისუფლება არ ჩამოვაშორეთ ძალაუფლებას. ჩვენი შეცდომა იყო მაშინ, როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ ეს ხელისუფლება მართლაც არ ჩამოვაშორეთ ძალაუფლებას და ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო აგვისტოს მარცხი და ის კატასტროფა, რომელს წინაშეც ჩვენ აღმოჩნდით. ამიტომ დღეს ჩვენ ყველამ გავიხსენოთ ყველა ეს პრობლემა, ყველა ეს დანაშაული და თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას
ჩვენი შვილების და მომავალი თაობების წინაშე, მაშინ ვიმოქმედოთ, გქონდეს პოზიცია, ნუ შეგვეშინდება, იმიტომ რომ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილის უძლეველობა ჩაბარდა წარსულს. ისინი დღეს უკვე დამარცხებულები არიან. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახლდათ დავით გამყრელიძე. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს აკაკი ასათიანი უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი. საღამოშვიდობის ბატონო აკაკი. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ტრადიციონალისტები არიან იმ 12 ოპოზიციურ პარტიას შორის, რომლებიც სამ მოთხოვნაზე პრეზიდენტის გადადგომაზე, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიული არჩევნებისთვის სათანადო გარემოს შექმნაზე შეთანხმდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია როცა საუბრობს ვადამდელ არჩევნებზე, ხელისუფლება მიანიშნებს ფინანსური კრიზისზე, არასტაბილურობაზე და ამბობს, რომ ეს იქნება გზა ჩიხისკენ. რამდენად არის დღეს ვადამდელი არჩევნები გამოსავალი? ჩიხისაც არის პოლიტიკური ჩიხი არის ნამდვილად ქვეყანას აქვს და უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. სამწუხაროდ ჩვენ რასაც უსმენთ ხელისუფლებას, მაინც ისევ ლოზუნგებით და მოწოდებებით არის დაკავებული. ეს ჩიხიდან ვერ გამოგვიყვანს და ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება იყოს რამდენიმენარი. ჩვენ უბრალოდ ვთვლით, რომ ოპოზიციის ერთიანობას იმდენად დიდი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ თუნდაც განსხვავებული მოსაზრებები იყოს კონკრეტულ საკითხებზე, ეს ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია და ამდენად ხარს უჭერს ამას. რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფალი, რომელიც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას, პასუხისმგებელია ვითარებისთვის, თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ პირადად ჩვენი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ემჯობინებოდა არა ესე გადადგომა, თქვა ხოლმე რომ დაგვეთანხმოს და ცოტა არ იყოს გაურკვეველი ვითარება, ახლა ყველაფერს ხო თავის სახელმე დავარქვათ, არა? აჯობებდა სისტემა, თქვა ჩვენ და ხელისუფლებას, აი ხალხის საზოგადოების, ფართო საზოგადოების მონაწილეობით რომ მოგვეხერხებინა, ხო? აი ჩვენ ვცდილობთ ეროვნული კრების მოწვევა სწორედ ამ მიზნით, რომ შევთანხმებულიყავით მართლობის ფორმის შეცვლაზე. და მაშინ თუნდაც აი რამდენიმე გარკვეული დრო ყოფილიყო ამისათვის განკუთვნილი, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. არ უკარგავ იმის იმედს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას მაინც გაიზიარებს. ბატონო აკაკი, დავაკონკრეტოთ თუ შეიძლება, რისკენ მიდის ოპოზიცია ერთი კონკრეტული ამ მოთხოვნების გარშემო გაერთიანებისკენ, თუ მოსალოდნელია ოპოზიციურ ფლანგზე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებისა და ალიანსების გამოსავალი? შიგნით იქნება, რა თქმა უნდა და გვაქვს ჩვენა, ხომ? აი ბატონი დავითი გახლავთ, მას აქვს იქ გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე პარტია არის ამ სახელწოდებით სამართალ მემკვიდრე ვთქვათ იმისი აი ჩვენ და თავისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას მეთაურობით საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ და მივიყვანთ საქმე აქამდე რომ აი ფართო წარმომადგენლობითი სახალხო ეროვნული კრება ჩატარდეს ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის ამოცანა დგას როგორ ვიმეორებ ჩიხამდე კი არ მივალ ჩიხში ვართ აქედან არის გამოსვლა საჭირო თუ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს არავის არ აქვს პირადი ანგარიშები მასთან რა ბატონ დავით გამყრელიძე საუბრობდა იმაზე, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მოთხოვნის შესრულებას. თქვენ პირადად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენს გეგმებში თუ არის ქუჩის საპროტესტო აქციები? ჩემ გეგმებში ამჟამად ნამდვილად არ არის, ვერ გეტყვით ამას. მაშინაც მონაწილეობდით, აი როგორც ჩვეულებრივი მონაწილეები და 7 ნოემბრსაც გავხდით რიყეზე, როცა უკვე დაპირისპირებამდე მივიდა საქმე. და უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვეცდებით, რომ ეს არ გამეორდეს. და არა მარტო ჩვენ, ოღონდ იმის, რომ ხელისუფლებამ ესეთი რამ აღარ გაიმეოროს, იმიტომ რომ დანაშაული იყო ყველა შემთხვევაში. ხალხი იყო შეკრებილი რიყეზე, არ იყო რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების სიახლოვესაც კი რაღაცა საბაბირო ქონოდა თქვათ გამართლების ხელისუფლებას. ესეთი რამ არ უნდა გამეორდეს, იმიტომ რომ ამის ლოგიკური შედეგი გახდა აგვისტო. ბატონო აკაკი, თუნდაც შარშანდელი მოვლენები რომ გავიხსენოთ ერთი კონკრეტული მიზნის ამ შემთხვევაში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნის გარშემო გაერთიანებამ ოპოზიციას ვერ მოუტანა რეალური შედეგი. დღეს, როდესაც ერთი კონკრეტული მოთხოვნის გარშემო ერთიანდება რამდენიმე პოლიტიკური ძალა, 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რამდენად მოახერხებთ მიზნის მიღწევას? არა, მიღწევა მოსახერხებელი არ არის შეუძლებელი ამაში არაფერი. სასურველი იქნებოდა კონსენსუსი. მე მგონია რომ უბრალოდ საზოგადოება მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოს, უნდა განსაჯოს, ხო, რა უფრო სწორია, რა უფრო მართალია და ვინც არ გადადგამს ნაბიჯს ქვეყნის სასიკეთოდ და ვინც არ დაიწყებს კომპრომისის ზებნას და ჩვენ ამას ვერ ვატყობთ ხელისუფლებას. მაგრამ ხელისუფლებას აქვს კატეგორიული პოზიცია, რომ ახლა არ არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დრო, არასტაბილურობა არ არის სასურველი და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პრეზიდენტის პოსტზე 2013 წლამდე. ნათია ძვირფასი უნდა კატეგორიულობის უფლება ამ ხელისუფლებას აღარ აქვს. ამას მოგახსენებთ ზუსტად თქვენ არა ცხადია ხელისუფლებას.
არ აქვს მას კატეგორიულად ლაპარაკის უფლება. ქვეყანა მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ვართ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჩვენ ასე არ შეგვეხებოდა მთელი რიგი მიზეზების გამო და ინვესტიციები, როცა პირველი პირი ამბობს, რომ იმიტომ არ მოდის თურმე რომ ოპოზიცია იმუქრება სამთვეში დავამხობო და თვითონ არ ამბობს იმას, რომ თვითონ იძახის, რომ სამთვეში დავამხობდი, მე თვითონ, ანუ შესაძლებელიაო, ესა თვითონვე ამბობს, ხო? და ომამდე მივა საქმე, კი რუსები, კი მათი პროვოკაცია. ხო, მაგრამ ნუ მივედით ამ მდგომარეობამდე და ამ ომის გამო არ ხდება ინვესტირება, ძირითადად ჩვენს ქვეყანაში იმხელა ინვესტიციები არ იდებოდა, რომ იქ ეს ეგრძნო ვინმეს და აქ ინვესტიცია არ ჩაეტო. ამიტომ გადაბრალება სხვაზე ამას უნდა დაანებოს თავი, იმიტომ რომ მაშინ ჩვენც ვერ ვხედავთ, რომ აი თუნდაც ელემენტარულ სურვილს თვითკრიტიკულობისა ხელისუფლების მხრიდან გამოვლინდა მხოლოდ იმაში წავა ვინმე დაუპირისპირდება სააკაშვილს, რას ნანოფ კითხავენ, ნანოფ რო ესო მინისტრად ყავდაო. ეს არის მხოლოდ საანებელი ამ ქვეყანაში ვერ გამიგია. ეს უნდა დაამთავრდეს ესეთი ამბავი. არის ძალიან სერიოზული მდგომარეობა, თუ იმას სურვილი აქვს, შეიძლება კონსოლიდირება, შეიძლება აი სოლიდარული გადაწყვეტილების მიღება, ესე ხალხებს უქმნიათ და ჩვენმა ხალხმაც უნდა გააკეთოს. თუ კი პოლიტიკური პარტიები მზად არიან კონსენსუსისთვის, კონსოლიდირებისთვის, რამდენად მოახერხებთ თქვენ, რომ პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები აქციოდ ხალხის მოთხოვნად. ბატონ დავით გამყრელიძესთან საუბრობდით, რამდენად გაიცადეს მათმა მხარდამჭერებმა იმედგაცრუება მას შემდეგ, რაც ჩარშანდელი საპროტესტო აქციების ფონზე ვერ მიაღწია ოპოზიციამ შედეგს. რას იგამე ხო? ესეთი პროცესი არ არის ხოლმე ერთჯერადი და გეტყვით, რომ არც უნდა იყოს, რა 91-12-ით არ მოხდეს, როცა ბოლოს და ბოლოს მე კი ვიცი რა ვითარება იყო. და იერარქი დაჭირდა იმისათვის გადატრიალებას, რომ არ იყო ხალხის უმრავლესობა გამსახურდიას მოწინააღმდეგ. ეს არის ფაქტი. მაშინ იერარქი საჭირო არ იქნებოდა, ხო? აქ იყო 100,000-ობის ადამიანი, მაგრამ როცა ისმენ პასუხს, რომ ეს კი მოვიდა 300 თუ 200,000-იო, მაგრამ მე რა მეტიო ჩვენ სცენარიო მილიარდიან ინდოეთში 10,000 კაცი რომ გამოვა დელიში, იქ ხელისუფლება სხვანაირად ლაპარაკობს, ითვალისწინებს ისმენს ერთი ციდა ისლანდიას, ნუ 100 კაციც ეყო ხომ, გადადგა ხელისუფლება. მეორე არის მთავარი გარემოება რა. ნებისმიერ ქვეყანაში ცივილიზებულს გულისხმობს ხადია, თუ რამე პრობლემაა და კრიზისია, ეს განიმუხტება არჩევნებით. ადამიანებმა იციან, თქვა შეერთებულ შტატებში ითვლებოდა, ბუში მოგეხსენებათ არაპოპულარული პრეზიდენტი გახდა, ჩაითვალა, რომ წარუმატებელი ადმინისტრაცია, ჩატარდა არჩევნები. 2007 წლის შემოდგომაზე გვესმოდა კრიზისის საუბარი, ბატონო აკაკი. მას შემდეგ 2008 წლის დასაწყისში ჩატარდა არჩევნები, 2008 წლის მაისში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. განიმუხტა. სიმართლე მე მაგალითად იმ არჩევნებში ვთვლი, რომ არ უნდა მიეღო ოპოზიციას მონაწილეობა საერთოდ. არც პრეზიდენტოში, არც საპარლამენტოში და უფრო ადრე ადგილობრივშიც. ამით დაიწყო ყველაფერი. მე მაქვს ამის უფლება. მე მგონი როგორც ყველას მე ვთქვი რომ აი პრობლემის გაშიშვლება მოხდებოდა იმის მეშვეობით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რომ სერიოზული პოლიტიკური ძალები არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ეს ოპოზიციის შეცდომა რომ ისინი დათანხმდნენ არჩევნებში. ხო მაქვს ამის მონაწილეობა იყო შეცდომა თუ შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი. არა მონაწილეობა ეს შესვლა არ შესვლა ყველას გადასაწყვეტია ინდივიდუალურად მე არა ვარ მათი მსაჯული ნამდვილად გეტყვით. ეგ პოლიტიკური პარტია თვითონ ერჩევს გზას და მე ხალხი გადაწყვეტს სწორი იყო ეს ნაბიჯი თუ არასწორი. თქვენ თუ არ გსურდათ მიიღოთ ოპოზიციას მონაწილეობა თქვენ თავად რატომ ჩაერთეთ არჩევნებში ბატონო აკაკი? საპარლამენტოში მე ჩავერთე, იმიტომ რომ ახლოვდებოდა ეს პრობლემა აფხაზეთი და ცხინვალი. და შეიძლება დაგვარად საშუალება იყო მეტი, თქვათ, მეტ საზოგადოებაზე გასვლის და თუ გახსოვთ, პრაქტიკულად ამას მიუძღვენთ მთელი საარჩევნო კამპანია ის არ იყო. და არც დამიმალავს. მე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა იმ პრობლემაზე, რომელიც კატასტროფამდე მიგვიყვანდა და ვართ. დღეს თუ დაინიშნეს ვადამდელი არჩევნები, რამდენად იქნება მზად ოპოზიცია მიაღწიოს რეალურ შედეგს? ნორმალურ არჩევნებში მე გარწმუნებთ ვერც ერთი ვერ მოიგებს აი ესეთი უპირატესობით, ეგ მხოლოდ აი ექსტრემალურ ვითარებაში მომხდარა ხოლმე და ძალიან კარგია რომ ვერ მოიგებს. მივეჩვევით კოალიციებს ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას ხომ და აქედან გამომდინარე საზოგადოებისათვის ერთი პარტია რომ იმარჯვებს ესეთი დიდი უმრავლესობით არის ძალიან დიდი საფრთხე და ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ეს, მით უმეტესად არ არის ხალხის იმხელა მხარდაჭერა, როგორც ფორმდება ეს შეუსაბამობა, მერე კოლაფსს იწვევს და განსაკუთრებით აი იწვევს კორუფციას მაგალითად, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს ხელს აფარებს. რამდენიმე პარტია სხვა თუ არაფერი თავის გადასარჩენად მაინც თავის პარტნიორს გასცემს აუცილებლად. კარგი გაგებით ჩაუშვებს, რომ აი კორუფცია და ეს არის ევროპული პრაქტიკა. თუ პრეტენზია გვაქვს ევროპაზე, ეს არის ევროპული პრაქტიკა. რაში მდგომარეობს პრობლემა? თავად პოლიტიკური პარტიების მომზადებობაში თუ საარჩევნო გარემოში? პრობლემა ერთადერთ რამეში მდგომარეობს, რომ ეს ხელისუფლება არ უშვებს სამართლიან არჩევნებს. ეს მიიყვანს მას კატასტროფამდე.
ხელისუფლება თავად გამოვიდა ინიციატივით დაიწყოს მუშაობა საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე და ამ პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდეს თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას. არაფერი, ეს მისი თამაშებია და ითამაშა. თავის თავს ეთამაშებიან ჭადრაკს და ეთამაშონ. ეს არის ისეთი ახლა ისეთი გულუბრყვილო იმედი მაქვს თვითონ ესმით რომ ახლა ამით არავინ არ მოწყობდება. სისულელია სრული. წინასწარ ასეთი კატეგორიულობით ხომ არ ისმის ოპოზიცია ბატონო აკაკი მის საფუძველს რომ შემდგომში არჩევნების შედეგები აუცილებლად დააყენოს ეჭქვაში. იქნებ მოდის ხელისუფლება, სახელმწიფო მხარე დიალოგზე. აგერ იუშენკო, აგერ უკრაინა, ასევე დემოკრატიული რევოლუციით მოსული ადამიანი, ბევრი პრობლემაა დაკავშირებული, ძალიან ბევრი პრობლემა ხდება უკრაინაში, მას აქვს დაბალი რეიტინგი თითქოს, ერთ რამეს ვერ წაართმევს ვერავინ, არჩევნების გაყალბება, იქ მისთვის არავის დაუბრალებია მესამე ადგილზე გავიდა მისი პარტია, მისცა ყველას პარიტეტი რას ქვია, ჩვენთან რას ეძახიან პარიტეტი, ხელისუფლებას რო ყავს ორჯერ მეტი და მესამედი ოპოზიციას, ან და თანაბრად და 1/11 ხელისუფლებას, პარიტეტი ქვია, ყველას რო თითო ყავს. აი ესე ჩატარდა უკრაინაში არჩევნები, ასე ჩატარდა აქ 90 წელს. კომუნისტებმა და ჩვენ მოვილაპარაკეთ. ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებულმა ძალებმა, რომ ყველას ვინც კი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეყოლება თითო წარმომადგენელი კომისიაში. აი იუშენკოს ამას მაინც ვერ წაართმევს ვერავინ და იცი რა თუ ახლა მტერი არ თუ რუსეთს ებრძვი პუტინევით არ უნდა იქცეოდა. ისე რუსეთისაგან ფინეთი რუსეთის ხელქვეით იყო. პოლიტიკური სისტემა განსხვავებული ქონდა, ეკონომიკური სისტემა განსხვავებული ქონდა, ნახეთ რა ქვეყანა არის. თორე თუ რუსეთს ებრძვი, რუსეთთან ბრძოლა უნდა გამოიხატოს უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ რუსეთის ნაირი საზოგადოება და იმისნაირი სახელმწიფო არ უნდა იყოს აქა. აი ეს არის რუსეთთან ბრძოლა, მე მგონია სერიოზული და ნამდვილი. თორე იგივე რუსეთს სიმართლე ერთი არგუმენტი არის ჩემთვის მართლაც ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ისმის ანგარის გასაწევი, ხო? მე პირადად არ მინდა ისე მოხდეს და ამ პროცესებს ფორსირებაც არ ჭირდება, ამიტომ რომ ახლა გინდა თუ არა ვიღაცამ რუსეთში თქვას, რომ აი მან რომ მოითხოვა რომ სააკაშვილი არ მოწონს, ამიტომ სააკაშვილი არ იქნება აქა. პირიქით ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ პრობლემა სააკაშვილი არ არის, არ იყო გამსახურდია, არც შევარდნაძე, ასე სამი ძალიან განსხვავებული ადამიანის დროს პრობლემები რომ აქვს ჩვენ ქვეყანას ოდესღაც ვიღაცა უნდა მიხვდეს მოსკოვში, რომ ეს არის პრობლემა ჩვენს ქვეყნებს შორის. სხვათა შორის ეს პრობლემა, რომლის გადაჭრა შეიძლება კეთილინების პირობებში. ამასაც მნიშვნელობა აქვს. მოდით დავუბრუნდეთ ისევ ადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას და ოპოზიციის ტაქტიკას. სამი მოთხოვნის გარშემო გაერთიანება ერთიანი ფრონტის შექმნა და რამდენიმე ალტერნატიული ძალა ოპოზიციურ ფლანგზე ნიშნავს თუ არა ეს რამდენიმე ლიდერის გამოჩენას. ნათი რა პრობლემა, რა თქმა უნდა, თუ ესეთი ვითარება შეიქმნება, თუ მოახერხებთ იმას, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს, გადადგეს, წავიდეს, ან მე ვიმეორებ, მე მერჩევნია სისტემური ცვლილება განხორციელდეს, თუნდაც ჯობია ხელისუფლების მონაწილეობით. აი თქვა შეიქმნას საერთო ჯგუფი ხო შემმუშავებელი და გადავწყვეტეთ, რომ გადავიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. და ჩატარდა არჩევნები უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის სამართლიანად დაინიშნა, რა პრობლემაა, რამდენიმე ლიდერი. აბა როგორ იქნება? ეს ქვეყანა ისევ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საპრეზიდენტო აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, ნათია გარწმუნებთ ეს მანიაკალური სწრაფვა, გინდა თუ არა პრეზიდენტი უნდა ვიყო, რომელიც სამწუხაროდ გაჩნდა ამ ქვეყანაში, როგორც კი 35 წლის კაცი ხდება კაცი ასაკის ამ ქვეყანაში, გამოხდება იმ წუთში პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში თუ შენერჩუნდა მმართველობის რესფორმა და მხოლოდ ამ პირობით წამოვიდა ხელისუფლება. თქვენს ამ მოსაზრებას რომელი პოლიტიკური ძალები იზიარებენ ბატონო? არის რამდენიმე, არ არის ეგრე საქმე. და კიდევ ერთი კითხვა უბრალოდ ოპოზიციის მხრიდან, კობა დავითაშვილის მხრიდან, რომლის პარტიაც ასევე უერთდება ამ სამ მოთხოვნას, იყო ასეთი ინიციატივა ოპოზიციური პარტიების მისამართით, რომ ჩატარდეს ლიდერის გამოსავლენად ეწოდებული შიდა არჩევნები. ხომ არ იქნებოდა უმჯობესი პარტიებს შორის ჩატარდეს ერთგვარი პრაიმერი და გამოკვეთილმა რეიტინგულმა ძალებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მაგალითად, თქვენი ბლოკი, რომელშიც იყო გაერთიანებული სამი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე, თქვენ ვერ მოახერხეთ 1% მიღებად საპარლამენტო არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში დღეს, როდესაც არის საუბარი ადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე, კი ბატონო დაუშვათ მოვლენები განვითარდა თქვენი სცენარით და დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო რესპუბლიკა, კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში ვისთან იქნება აკაკი ასეთი? არავისთან არ იქნება, ის არჩევნები ჩატარდეს რა. და ქვეყანა დარწმუნებული ვარ გამო ამ მდგომარეობიდან. მე არ ვთამაშობ რეიტინგებს და პარლამენტში მოხვედრებს. მე თავმჯდომარე ვიყავი პარლამენტის და ზვიად გამსახურდია. შემდეგ მეორე ვაწერ ხელს დამოუკიდებლობის აქტს. იქ მერაბ კოსტავა უნდა ყოფილიყო. ეს მე ვთვლი რომ ახლა ძალიან უნდა გაგიმართლოს და ღმერთმა მოწყალება უნდა მოიღოს. მე ისტორიას ვეთამაშები. და არა განსხვავებით ზოგიერთისაგან, რაღაც 3% მექნება თუ 2% ნახევარი თუ 1 თუ 27. ამ ქვეყანაში თან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პროცენტებს, იმიტომ რომ ერთს აქვს ყველაზე მეტი და სხვები ვერ ლახავენ 7%-ს. აქ გინდა ქონია 47 თქვენ, ლემან გაჩეჩდა და მგონიათ მართლა 25% აიღო და ამან მართლა 51.
თუ ახლა ვინმეს ვატყუებთ აქ, ეს არ ყოფილა. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მონაწილეობდი ამ საქმეში პოლიტიკაში, იმიტომ რომ საქართველოს გამხდარიყო დამოუკიდებელი და გახდა 92-15 წლის პარლამენტებში ვიყავი, რომ კონსტიტუცია ქონდა, ქვეყანას ნორმალური და ქონდა და შევიდა კონსტიტუციურ რეჟიმში და ეხლა მონაწილეობას რასიც მივიღებ იმისათვის, რომ ეს 20 წლიანი გამოცდილება, რომელმაც გვიჩვენა, რომ არ ამართლებს ისევ როგორც სხვათა შორის მთელ ევროპაში საპრეზიდენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა უზრუნველყოფს სტაბილურობას, დემოკრატიას და ხალხის ნების მაქსიმალურ გამოხატულებას და განვითარებას, ამის მაგალითი არის ბალტიისპირეთი და დანარჩენი საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკები. ყველგან უმსგავსობა გარდა ბალტიისპირეთისა, სადაც საპარლამენტო მმართველობებია. ეს თუ გამოვა, მე ჩავთვლი, რომ რაღაცა ვალი ჩემი, რაც მე მეკუთვნოდა როგორც ერთ კაცს ამ ქვეყანაში მცხოვრებს და პოლიტიკაში მყოფს, მე მოვიხატ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუდიის სტუმრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან. დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დეპუტატები ლევან ვეფხვაძე და ნუგზარ ციკლაური. საღამომშვიდობის ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ოპოზიციის მოთხოვნა არის კატეგორიული და ასევე კატეგორიულია ხელისუფლების პასუხი, რომ ადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. ბატონ ნუგზარ, რატომ არის გამორიცხული არჩევნების დანიშვნა? გამორიცხულის ზოგადად არაფერი არ არის ბუნებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული მოთხოვნა არის ყოველგვარ პოლიტიკურ საფუძველს მოკლებული. დღეს გუშინად თელემხნის განმავლობაში ვცდილობდი რომელიმე პოლიტიკური ლიდერისაგან ვინც მსგავს მოთხოვნებს აყენებს მიმეღო პასუხი იმ თაობაზე თუ რას ემსახურება მათი ეს მოთხოვნა ან რამდენად შეუძლიათ განჭვრიტონ მომავალი იმ შემთხვევაში თუ კი ეს აი ამ ტიპის მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ გარდა რაღაც უაზრო ბრალდებების და რაღაც ფაქტებით ეკვილიბრისტიკის მე ვერაფერი ვერ მოვისმინე. თუმცა, რა ვიცი, ამ ცდელობას არ შევაჩერებ და ყურადღებით მიუგდებ ყველას ყურს, ვინც გადაწყვეტს. ოპოზიციას აქვს თავისი არგუმენტები, სნიაბობენ, რომ უკვე ჩიხშია შესული ვითარება არის კრიზისი ქვეყანაში და აქედან გამოსავალი იქნება მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. დაგეთანხმებით, რომ ჩიხი ნამდვილად უპრიანი არის იმ დასახასიათებლად ამ ოპოზიციის აი ამ მოთხოვნის. მე მართლაც ვფიქრობ, მათ წარმოადგინეს სამპუნქტიანი მოთხოვნა. ერთი არის პრეზიდენტის გადადგომა, შემდეგ არის უკვე ადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ხოლო შემდეგ კი აი კოდექსზე მუშაობა. ერთხელ ვთქვი, რომ 33%-ზე აი ამ მოთხოვნების პირდაპირ ვეთანხმებით, რომ ნამდვილად კოდექსზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ამის თაობაზე იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, შემდეგ შეფერხდა, ჩვენ თუ გვექნება მე შესაძლებლობა რომ კოდექსის მუშაობის თაობაზე ვისაუბროთ, მე კიდევ გავაგრძელებ ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ სინამდვილეში აქ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა და ამ მოთხოვნას ქვია საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა, რომლის იქით მართლაც ვეთანხმები, რომ არის პოლიტიკური ჩიხი და პოლიტიკურ მოთამაშეებს აღარ რჩებათ არანაირი გზა. პრაქტიკულად ისინი აცხადებენ და ყოველგვარი мотиваციის გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა მთელი ამ წლების განმავლობაში შეკრებილი თავისი უაზრო და აბსურდული ბრალდებებისა, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან ყველაზე უფრო რეიტინგული ფიგურა ქართული პოლიტიკის და შემდეგ აი ამ პირობებში მათ შეძლო. მე ვფიქრობ, რომ ადამდელი არჩევნების დანიშვნას ხელისუფლებას ურჩევენ ის პირებიც, რომლებიც აქამდე ბოლომდე იყვნენ ხელისუფლების რიგებში, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. გულისხმობ ირაკლი ალასიანი, ზურაბ ნოღაიდელს, ნინო ბურჯანაძეს. ბატონ ლევან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეთ განცხადება, რომ ნაადრევია ჯერ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი. რატომ ამ შემთხვევაში უმცირესობის პოზიცია ერთგვარად გავს კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას? ამაზე არ არის აბსოლუტურად საუბარი, რომ ჩვენ ვადამდელ არჩევნებს არ უჭერთ მხარს. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებს უნდა ქონდეს ჯერ გარკვეული აზრი, ანუ ჩვენ გვჭირდება ძალიან სოლიდური სამუშაო ჩასატარებელი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია და არა მარტო საარჩევნო კოდექსი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში იმ კონსტიტუციით, რომელსაც რა უფლებამოსილებები დღეს აქვს პარლამენტს, მე მიმაჩნია, რომ ესეთი შეზღუდული უფლებამოსილებები ისეთ ტიპის ქვეყნებშია, როგორც არის რუსეთი, მაგალითად, სადაც არავინ არაფერს არ ეკითხება პარლამენტს სამწუხაროდ და გვაქვს ამ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ის თქვა, მმართველობისა, როგორც არის პოლონეთი და ამ შემდეგ, სადაც აბსოლუტურად დაბალანსებულია ამასრულებელი ხელისუფლება, საგანმანათლებლო ხელისუფლება. ამიტომ ვადამდელ არჩევნებს
ექნება აზრი თუ კი ჩვენ მოვახდენთ დღეს კონსტიტუციის შეცვლას, პარლამენტის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და ამის შემდეგ უკვე ჩატარებული არჩევნებით, როცა მივიღებთ სუფთა არჩევნებს და როცა პარლამენტის განწყობა იქნება ადეკვატური საზოგადოებრივი განწყობის, ამ შემთხვევაში პარლამენტს ექნება სერიოზული პარლამენტის არჩევის წესის შეცვლასაც ითხოვთ საკონსტიტუციო პრობლემას. მაჟორიტარი. იმიტომ რომ ის 75-75-ზე ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აწყობს ეს სისტემა, არის მართველი გუნდი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აქცენტი არასწორად, ასე ვთქვათ, ხდება ამ მაჟორიტარებზე, როგორც განმარტავს სწორედ პარლამენტის როლის გაძლიერებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ახლა იწყება მუშაობა. მე გეტყვით ამაზე, იმიტომ რომ რეალურად რაც გვაქვს წარმოდგენილი, ახლა მე მოვისმინე ორივე მხრიდან აზრი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის აზრი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება პირიქით უფრო მყარდება და მეორე მხრივ ეს არის ხელისუფლების აზრი, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც გააძლიერებს პარლამენტს. მე ვფიქრობ, რომ ორივე აზრი არ შეესაბამება თქვა რეალობას, ეს არის გარკვეული პროცედურების გამარტივება და დაკონკრეტება, რაც შეეხება მეორე დათხოვნას, მესამე დათხოვნას და ამ შემდეგ. და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ელემენტარულად საკითხში ჩაუხედაობასთან, იმიტომ ანუ ეს არ არის რეალური ცვლილება. რეალურ გეტყვით რაზეა საუბარი. თავის დროზე იყო საუბარი იმაზე, რომ გარკვეული პროცედურები არის დასახვეცი და გარკვეული, როცა ჩვენ პარლამენტის დათხოვნის, ასე ვთქვათ, შევეჯახეთ უკვე როცა მოხდა ეს თავის დროს პლებისციტის შედეგების გამოყენება პრეზიდენტმა როცა დაითხოვა, ხო? გარკვეული პროცედურული დასაზუსტებელი იყო თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა პრეზიდენტის დათხოვნა, ამ აქ შემთხვევაში რა ხდება? როგორ ხდება ეს დათხოვნა? ეს ვენეციის კომისიასთან ერთად ეს ნამუშევარი იყო გარკვეული თვეების წინ და ეხლა რატომღაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ამოიღოს, ოღონდ ეს გაატაროს იმ კუთხით, რომ აი ამით ჩვენ პარლამენტს ვაძლიერებთ. არაფერი არ ძლიერდება, ელემენტარულად ხდება გარკვეული პროცედურების გამარტივება და დაზუსტება. ეს დაზუსტება რაში მდგომარეობს, რომ მეორეჯერ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს და დაითხოვს, პირდაპირ ვეღარ დაითხოვს, უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი. გასაგებია აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დავამატებთ რამე ცვლილებების კრიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ რეალურად ეს ცვლილებები არაფერს შეცვლის, რადგანაც უმთავრესია ცვლილებების გატარება კონსტიტუციის იმ მუხლის მიმართულებით, რომელიც ჩაემატა კონსტიტუციას 2004 წლის თებერვალში და რომლითაც რეალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. გასაგებია, ეს არის საფუძვლები კონსტიტუციის, მე დავეთანხმები ბატონ ლევანს, რომ კონსტიტუციის სრულყოფაზე საუბარი და კონსულტაციები მუდმივად უნდა გაგრძელდეს და ამასთანავე მინდა შევეხმიანო მის პოზიციას აი ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაზუსტება. იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ მეორე და იმ შემთხვევაში თუ ერთი საკონსტიტუციო ვადის განმავლობაში პრეზიდენტს ექნება სურვილი, რომ მეორე დაითხოვოს ან საბიუჯეტო კრიზისი, ან სხვა რამ კრიზისული ვითარების გამო მან ეს უნდა გამოიტანოს რეფერენდუმზე და ამ რეფერენდუმზე იქნება მხოლოდ ორი კითხვა. ეთანხმებით, ან ერთი კითხვა, ესე ეთანხმებით თუ არა პარლამენტის დათოვნას და როგორ ფიქრობთ, ასეთი პარლამენტის პირობებში რამდენად დაძლევს საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს ეს უფლება? თქმის არასოდეს არ შევარდნა არჩევნების პროცესი და არც თავრობის ნდობის გამოცხადება შექმნია პრობლემა არასოდეს. იურიდიულ მხარეს ეხლა აქ და აქ ეს არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი, რაც თქვენ შეკითხვას მისვამთ, მაგრამ მე ისევ მიუბრუნდები რეფერენდუმს. თუ კი ხალხმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტი არ უნდა იქნეს დათხოვნი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მაშინ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ესე იგი, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ უნდა გადადგეს პრეზიდენტი და ამით ბატონ ლევანი ბრძანებს, რომ პარლამენტის უფლებამოსილება არ იზრდება. ნუ მეორე არჩევის მეორე თუ დადგება ეს საკითხი, მაინც უნდა დამეთანხმოთ, რომ პრეზიდენტი ძალიან დიდხანს დაფიქრდება იმაზე, რომ დააყენოს თუ არა ეს საკითხი, მაგრამ პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ხალხის უფლებამოსილება და ხალხის მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იურიდიულ დეტალებზე ძალიან უნდა ვკონკრეტებით. რეალურად რამდენად შესრულებადი. მე რა კითხვაც დავსვი, იქნებოდ რამდენად მისცემს ამ დღევანდელი პარლამენტი, რამდენად აძლევს პრეზიდენტს საფუძველს იმისა, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებები გამოიყენოს. ჩვენ არ ცხოვრობთ დღევანდელი დღით და მეცაც გეტყვით, დღევანდელი დღით ცხოვრობენ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომელსაც არ აქვს მომავალი. პარლამენტი არის დღეს ასეთი, არ არის გამორიცხული რომ იქ იყოს რაიმე ცვლილებები, მეც დაგეთანხმებით, რომ ამის წარმოუდგენლად მიმოჩნია იმ ტიპის შეცვლა კონფიგურაციის ახლა პარლამენტში მოღვაწე ძალების, რომ აი ესეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუხდეს პრეზიდენტს, მაგრამ კონსტიტუცია არ დგება ერთი დღით და კონსტიტუციის ცვლილებებიც არ არის მხოლოდ ერთი დღის
გათვლილი. მაგრამ რამდენად გამართლებულია ასეთი ხშირი ცვლილებები? ბატონ ლევან, ისთვის დაჭირდა მე წაღან ვერ დავამთავრებ თუ დავამთავრებ. როგორ შეუძლია ოპოზიციას გადააყენოს სააკაშვილი? თქვენ კითხეთ წაღან. სწორედ ეს კითხვა უნდა დამესვა, რამდენად აძლიერებს საპარლამენტო უმცირესობას ეს ცვლილებები, ამასაც აპელირებენ როგორ შეუძლია დაუშვით ოპოზიციას გადააყენოს სააკაშვილი? ერთ-ერთი გზა ამისი არის რეფერენდუმი. ანუ ოპოზიციას შეუძლია გავიდეს ხალხში და დაიწყოს 200.000 ხელმოწერის შეგროვება სააკაშვილის გადაყენებისთვის. სააკაშვილი თუ მოახერხებს და ამ შემთხვევაში წინ რა დაუდგება ახლა 120 კაცის უმრავლესობა. თუ ეს ნორმა იქნება, ამ შემთხვევაში როგორც კი დაიწყება რაღაცა მოძრაობა ოპოზიციურ ფლანგზე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ითხოვენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყენებას, დაიწყება მოძრაობა რეფერენდუმის ხელმოწერების შესაგროვებლად, რომ სააკაშვილმა აიძულონ დანიშნონ რეფერენდუმი მისი ყოფნა არ ყოფნის საპარლამენტო პრეზიდენტად, ხო? დაასწრებს უკვე ეს ნორმა თუ იქნება მიღებული და სააკაშვილი რეფერენდუმს ჩაატარებს უკვე პარლამენტის დათხოვნა, ანუ რამდენს იგებს ახლა? ორთვეს იგებს უკვე, ხო ხედავთ? ჩაატარებს რეფერენდუმს. რეფერენდუმზე საკითხზე რომ რა თქმა უნდა ხალხი იტყვის რომ ეს პარლამენტი უნდა დაითხოვონ, სააკაშვილი იტყვის რომ ამ შემთხვევაში თვითონ კონსტიტუცია ისეთი ფორმულირებაა რომ ამ შემთხვევაში ხალხს უწევს არჩევა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. სააკაშვილი გამოვიდა იტყვის აი ხალხმა მე ისევ მენდო და მე კი არ ანუ თუ კი პარლამენტის არ დათხოვნას დაუჭერენ მხარს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ხო? მაგრამ თუ კი ხალხი დაუჭერს პარლამენტის გადაყდგომას, გამოდის რომ პრეზიდენტს ენდობიან. სააკაშვილი იტყვის რომ ხალხო ხედავთ პარლამენტის დათხოვნა ჩვენმა საზოგადოებამ მოითხოვა, ესე იგი მე მენდობიან და შემოდგომაზე უკვე ეს პროცესი ორი თვე გადაიწია, ზაფხულის გადავაგორეთ, შემოდგომაზე უკვე გადაგორდება ეს არჩევნები. ანუ ეს კრიტიკულ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. მოქმედი მოდელის ვითარებაში კონსტიტუცია არის მორგებული საკუთარ თავზე და გეტყვით თვითონ კონსტიტუციაში რა არის, ეს კი არ არის შესაძლებელი რაც არის. კი ბატონო, იყოს ეს ნორმა, თუმცა ამასაც იდეური წინამდებობა აქვს, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ერთხელ მაინც შევქმნით პრეცედენტი, რომ რეფერენდუმით რაღაცის უფლებამოსილება ვადებს ვეხებით, მაშინ შეიძლება ხვალ ვიღაცა თავქარიანს მე არ ვიძახი რომ სააკაშვილს მოუეს თავშენ. შეიძლება ვიღაცა იყოს ხვალ, რომელიც ბელორუსიის ან ვენესუელის მსგავსად ჩაატარებს რეფერენდუმს იმისაც რომ მან პირიქით თქვენთვის გაიცვლება საპარლამენტო უმცირესობისთვის. მე ვახსენე რომ ცვლილებების ინიციატორები ამბობენ იმასაც რომ თქვენ გემატებათ ბერკეტები რომ გამოიყენოთ საშუალება რაც გექნებათ კონსტიტუციით მონიჭებული და დააყენოთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. ახლა რა გვემატება ჩვენ? მთავრობის უნდობლობის საკითხს თუ დავაყენებთ ჩვენ, ცხადია გაიმართება დებატები, ჩვენთვის პოლიტიკური ტრიბუნაა და იქნება დებატები. დობა ქონეს თუ არა, ну ცხადია უმრავლესობა არის მათი და ერთ-ერთი თქვა მოგება პროფიტი ჩვენი არის სწორედ ეს დებატები. რომ ჩვენ გამოთქვა ჩვენი პოზიცია, მყარი, არგუმენტირებული, რატო უნდა წავიდეს და რატო არ ვენდობით მთავრობას. მაგრამ ეხლა მეორე მომენტია, ჩვენთან ისე ხშირად ხდება მინისტრების ცვლილებები. ისე ხშირად ხდება თვითონ პრემიერ-მინისტრის ცვლილება, რომ პრინციპში 6 თვეში ერთხელ ჩვენ დობის საკითხი შემოდის. თებერვალში მაგალითად დობის საკითხი თავიდან იქნება დასაყენებელი, იმიტომ რომ ორი ახალი მინისტრი იქნება დასანიშნი ახალ სამინისტროში, ხო? და შესაბამისად ახლა 6 თვეში ერთხელ ისეთ ტემპებით მივიდივართ, ისედაც არის ეს ნდობის საკითხი, ისედაც გვაქვს ეს ტრიბუნა ჩემო ბატონო და ამ შემთხვევაში დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა მიდგომა გვინდა კონსტიტუციის მიმართ, არა რაღაცა ერთი კონკრეტული ჩანაწერი, არამედ ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციის ძირეული გადახედვა რა კუთხით. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი თავის დროზე შევარდნაძე, რომელიც იყო მთავრობის ხელმძღვანელი. მთავრობა იყო ჩვენ პრემიერ-მინისტრი არ გვყავდა. შესაბამისად პრეზიდენტი იყო მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის მეთაური. მე ჩვენ გადავით ამ ახალ სისტემაზე, სადაც ჩავწიხლეთ პარლამენტი და მთელი ძალაუფლება გადავანაწილეთ, შევეცადეთ გადაგვინაწილებინა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, თუმცა ისე რომ ზღვარი მათ შორის არ გაივლო, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ზღვარი ძალიან მკაცრი ზღვარი არ არის გავლებული სამწუხაროდ. და მივიღეთ რა, რომ პრეზიდენტს ის უფლებები კონსტიტუციაში ჩანაწერია, რომ ამ უფლებების გარდა, რაც პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს აქვს კიდე კანონით მიჭერებული სხვა უფლებები. ახლა კანონით მიჭერებული სხვა უფლებები არის ის, რაც საპრეზიდენტო მმართველობის დროს შევარდნაძეს ჰქონდა. ანუ ჩვენ მივიღეთ რა ახალ მოდელზე ვითომ გადავედით, მაგრამ პრაქტიკულად დარჩა ის ძველი აუარება, ასე ვთქვათ, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები არ მარტო კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტს პირადად პრეზიდენტს აკისრია. ეს არის სრული აბსურდი. რევიზია უნდა მოხდეს მთელი კანონმდებლობის და შესაბამისად თვითონ კონსტიტუცია გადასახედია იმ კუთხით, რომ ძალიან კაცრი ზღვარი გაივლოს ერთის მხრივ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და მეორეს მხრივ გაძლიერდეს ინსტიტუციონალურად პარლამენტი. აი ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მიზანი.
ბატონო გზარ, რატომ არის ასეთი ხშირი ცვლილებების საჭირო კონსტიტუციაში? რამდენად ლოგიკურია მუდმივად კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მთავარია სტაბილურობა და ამ სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს თავად კონსტიტუცია. მე ვერ ხედავ, კონსტიტუცია. რომ ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები რამენერად არყევდეს ამ ქვეყნის სტაბილურობას. ფიქრობ, ბატონი ლევანი უფრო ფართოდ ცდილობს, რომ შეხედოს იმ პრობლემას, რაც არის ზოგადად კონსტიტუციასთან დაკავშირებული და რა პრეტენზიებიც აქვს მას ჩვენს ძირითად კანონთან ამჟამად, მაგრამ თუ ჩვენ აი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არის ძალიან მარტივი კორექტივი შეტანილი ამჟამად ის რომ პრეზიდენტს მეორეჯერ აღარ ექნება უფლება, ადრე ქონდა ბევრჯერ ამის უფლება, მეორეჯერ აღარ ექნება უფლება და ეს უფლება მან უნდა მიანდოს ხალხს თავისი ბედით და პარლამენტის მაგრამ პირობები რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს ამ უფლების გამოყენება არ იცვლება. რა იცვლება საპარლამენტო უმცირესობისათვის, როდესაც ხელისუფლების ინიციატორები და უმრავლესობა. იცით რა, მთელ მსოფლიოში ესეა, დგება ტრიისული ვითარება, როდესაც პარლამენტი არ ამტკიცებს მთავრობას და არ ამტკიცებს ბიუჯეტს და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად კრიზისი უნდა განიმუხტოს. რა იცვლება საპარლამენტო უმცირესობისთვის, რომელიც ძალიან მცირე ძალით არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ცვლილებების ინიციატორები და უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობთ, რომ რეალურად მათ ექნებათ დამატებითი ბერკეტები იმისათვის, რომ დააყენონ მთავრობის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სიით შემადგენლობის თუ არ ვცდები ნახევარზე მეტი, ბატონო ლევან, სწორად მახსოვს. მთავრობის გადაყენების. დიახ. და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. რა იცვლება ამ უმცირესობისთვის? კიდევ ერთხელ მინდა მეუბრუნდე, რომ ეს არის, ეს საკონსტიტუციო ცვლილება არის არა იმ კონკრეტული პარლამენტისათვის, სადაც ბატონი ლევანი და მე ვართ ამჟამად, არამედ ეს არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების მე წეგან ძალიან კარგად აღწერის მოდელი, რა მოდელშიც პრეზიდენტ სააკაშვილი აი ამ ცვლილებას ძალიან კარგად გამოიყენებს მისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში თუ ეს დაჭირდა. მართალია ხშირად ბრალდებენ ბატონ ლევანს, რომ რახან საპარლამენტო ოპოზიცია ის სულაც არ არის ოპოზიცია, მაგრამ მას იმდენად მაღალი აზრი აქვს, რომ ესეთ გრძელვადიან გათვლას გააკეთებ ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ ფიქრობ არ იმსახურებთ იმ ბრალდებებს არასაპარლამენტო ოპოზიციისაგან. მე არ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც საუბარი ამაზე დავიწყეთ, რომლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს და საქართველოში ეძებენ საერთო მტერს ქართველებში და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, კონდეთ აი ამ ხელა პოლიტიკური გათვლა. მით უმეტეს რომ ისინი თავად არ საუბრობენ ამის შესახებ. და ბოლო კითხვა ისევ ცვლილებებს დავუბრუნდები ბატონ ლევან. არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბატონმა ნუგზარმაც ახსენა, რომ მუდმივად ისმის თქვენი მისამართით კრიტიკა, რომ ეს არ არის რეალური ოპოზიცია და პარლამენტში უმცირესობის ყოლა ხელისუფლება სჭირდება იმისათვის, რომ შექმნას დემოკრატიული და პლურალისტური გარემოს ილუზია. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ თავადაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ გამოკითხვების თანახმად სამთავრობო ძალის შემდეგ ყველაზე ძლიერი ძალა არის საპარლამენტო უმცირესობა. თქვენც ასე ფიქრობთ? ეს გამოკითხვები გამოქვეყნდა ამ შემთხვევაში ეს გამოკითხვები ხელმისაწვდომი იყო ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ისე როგორც ჩვენთვის, თუმცა ისეც აღსანიშნავია, რომ ბატონ პრეზიდენტს ჯობდა ისეც ეთქვა რა სიტუაციაშია სამთავრობო ძალის რეიტინგი, რომელიც განუწყვეტლივ ეცემა და ასე ვთქვათ დინამიკა კლებისა არის საკმაოდ პესიმისტური ჩვენი ასე ვთქვათ კოლეგებისთვის უმრავლესობიდან. თუმცა მე ვფიქრობ ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად თუკი მთავრობის თუკი ხელისუფლების რეიტინგი იკლებს და ხელისუფლების პირველმა პირმა თქვენ სახელისუფლებო გუნდის შემდეგ დაგაყენათ, გამოდის არც თქვენი რეიტინგია ძალიან მაღალი. ჩვენი რეიტინგი სხვადასხვა შორის უცნაური ის არის, რომ ამათ რეიტინგი რო იკლებს, იზრდება ჩვენი რეიტინგი და ამ შემთხვევაში ის რომ ჩვენ პარლამენტში ვოპონირებ და პარლამენტში გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს ჩვენი სიმართლე ასე ვთქვათ ვუმტკიცოთ ამორჩეულს შესაბამისად აქვს არჩევანის შესაძლებლობა ერჩიოს ან ერთი მხარე ან მეორე მხარე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვიძახით რომ უბრალოდ ვინმე წავიდეს ან მოვიდეს ან გადადგეს ან გადმოდგეს. ჩვენ ძალიან კონკრეტულ წინადებები გვაქვს იმისათვის როგორ გამოიყვანოთ ეკონომიკური მდგომარეობიდან ეს ქვეყანა და როცა ბატონი პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში და თუ ინებებს დაესროს იმ დებატებს და რაც სამწუხაროა ბოლოს 3-4 წელია ეს ტრადიცია ამ პარლამენტში არ არის, იმიტომ რომ როცა ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ის მას უჭირს ეთყობა 4 საათი შემდგომ უკვე დარჩეს სხვა შორის შევარნაძე სხვა ყველაფერი, მაგრამ ეს მაინც უნდა დაუფასოთ, მაგს ხონა უნდა არის მოსმენის და იჯდა 4 საათი და უსმენდა ყველა როგორ აკრიტიკებდა და ზოგჯერ ლანძღავდნენ, აგინებდნენ კიდევაც, თუმცა იჯდა და უსმენდა. ბატონ მიხეილ სააკაშვილს სამწუხაროდ ერთი წელი ჰქონდა ამის გამოცდილება, რომ იჯდა და ამ ყველაფერს ისმენდა, ეთყობა არ მოეწონა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეთყობა არ არის შიკა ეს თქვათ მას არ აქვს უნარი რომ განსხვავებული აზრი ამუდენობით და
ეს ამ ფორმით მოისმინოს. მე ვფიქრობ, რომ თუ ბატონი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის უფრო კომუნიკაბელური გახდა, უნდა სურს რაღაცა, ასე ვთქვათ, დაამტკიცოს, რომ ასე ვთქვათ, ხალხთან არ და შემდეგ ყველაზე კაი ადგილი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დებატებისა და ყველაზე კარგი ადგილი კომუნიკაციის არის საქართველოს პარლამენტი. როგორ უყურებს ასეთ დებატების შესაძლებლობას უმრავლესობა ბატონო? ცოტა უცნაური არის ბატონ ლევანისგან ამის მოსმენა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ბრძანდებოდა პარლამენტში და რამდენიმე საათი გაგრძელდა საგამოძიებო კომისიისთვის მიცემული მისი ჩვენებები და თუ არ ვხვდები, საგამოძიებო კომისიის წევრი იყო ბატონ ლევანიც, ისევე როგორც ოპოზიციის მთელი რიგი. მაგრამ ახლა იქნება პრეზიდენტის ანგარიში საგაზაფხულო სესიის პრეზიდენტი მოვიდეს და ბოლომდე დაესწროს დებატებს. უკაცრავად დავასრულებ. პრეზიდენტი მოდის არა მხოლოდ ანგარიშისათვის, არამედ მოდის იმისთვისაც, რომ სამომავლო ხედვებზე ისაუბროს ქვეყნის. მე ვფიქრობ, დებატები უნდა გაგრძელდეს არა ერთი დღე და ორი დღე, არამედ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, იმიტომ რომ მაგისტრალური პრეზიდენტის მონაწილეობით. არა, პრეზიდენტის მონაწილეობით ვერ გასდევ, მაგრამ ვის და კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არის უმრავლესობა, რომ პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა დებატებში ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ბატონ ნუგზარი. ბატონ ლევანსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, მას შეუძლია შეხვდეს პრეზიდენტს პირადადაც დაუშვას ბატონ ნუგზარი, კონკრეტული კითხვა და კონკრეტული პასუხი შეიძლება. მე სწორედ ამაზე ვლაპარაკო, რომ მე სულაც არ ვთვლი აუცილებლად რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს, თუ მიზანი ის არის, რომ პრეზიდენტამდე მივიდეს ის შეკითხვები, რომელსაც ოპოზიცია დაუსვამს, ხო, ვერ დამისახელებს სოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომ თქმულიყო რამე პარლამენტში და პრეზიდენტამდე ეს ვერ მოსულიყო. ის მიიღებს ნამდვილად ამ შეკითხვებს, ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემული იქნება, მაგრამ ეს არის, რა ვიცი, გემოვნების საკითხი, თუმცა პოლიტიკური საკითხიც არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ტიპის დებატებში პრეზიდენტი აღარ უნდა დარჩეს და არ უნდა ეკავდეს მონაწილეობას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ძალიან მოკლედ. ერთ-ერთზე პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა სიამოვნებით შეხვდებოდა, სიამოვნებით ჩვენს ხედვას გავაცნობდი, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ეკონომიკური, ვთქვათ, პროგრამა, რასაც მთავრობა წარმოადგენს და რასაც პრეზიდენტი ლობირებს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ, ვთქვათ, ეკონომიკური ჩიხიდან და კრიზისიდან და სხვა შორის ეკონომიკა და ის პრობლემები, რაც ეკონომიკაში არის უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს უნდა დავასრულოთ ამ თემაზე შეიძლება გაიმართოს, ჩვენ ყველას უნდა გვაცხოვდეს და სხვა შორის ჩვენი აი ამ ტიპის დიალოგის საფუძველი ის გახლავთ, რომ საქართველოს უაღრესად სახიფათო ზონაში ხდება და ყველა ტიპის პრობლემაზე შეიძლება ლაპარაკი, რაც ჩვენ ხალხს ეხება. ოღონდ უნდა იყოს ეს ნამდვილად პატრიოტთა გაერთიანება და შეთანხმებული იმაში, რომ ქვეყანა დაცული უნდა იქნეს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ დეპუტატები ლევან ვეფხვაძე და ნუგზარ ციკლაური. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ხუთშაბათ ზუსტად 23 საათზე გავა. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.